ერთლავი იყო ground chakra-ზე ვილაპარაკეთ, იმაზე, რაც გაკავშირებს საერთოდ ვინ ხარ, რას წარმოადგენს და მეორე იყო წყალზე, ემოციებზე, ის რომ შენი ground-ის მერე, მაგალითად ემოციების მერე, უბრალოდ ამ შენი დამიწების მერე, ასე ვთქვათ, რომ იცი ვინ ხარ, მერე იქიდან შენ ცდილობ რომ ეს ემოციები გაატარო თანაბრად, დაბალანსებულად და არა წვეტილი ან რაღაცა დიდი ნაპორით, ესეც იმით რო ვთქვათ, ხო, გამოთქმით რო ვთქვათ და მე როდესაც ეს ემოციები უკვე ეს სწორად დაბალანსებულად მოდის, მე მოვდივართ მესამე ჩაკრასთან, მესამე გადაკვეთის წერტილთან, ხო, ამ ენერგიების, რომელიც ჩვენთან შემოდის და ეგ მესამე ჩაკრა, solar plexus ჩაკრა არის ცეცხლი. ანუ ნახე ელემენტების მიხედვით ამოდიხარ რა, ანუ მიწა, წყალი, ცეცხლი. და ხა ეს ცეცხლის ელემენტი არის ის ყველაფერი რაც აი მართლა აი გულით რო აკეთებ და აი ის რაღაც მებრძოლი შენში რომელიც ადგება და საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ადგება და გააკეთებს, ადგება და რაც მოუნდება გულით აი იქითკენ წავა და იმას იზავს. მაგრამ თუ კი ეს შენი warrior-ი ეს მებრძოლი შენში არ ყავს რა, ისე თლად თავისუფალი და არ აღიარებ ამას შენში და რაღაცნაირად ჩაკლავ მაგ ენერგიებს და არ ატარებ, ხო? მაშინ როგორი რაღაც ხდება, იცი? ეს warrior-ი, ანუ ისევ და ისევ ის მებრძოლი შენში რჩება, მაგრამ ის მერე რაღაცა სიბრაზეში, რაღაც გაღიზიანებადობაში, ან რაღაცა, მოკლედ რაღაც პიროვნულ ხასიათის თვისებებში გადაიტანს ამას და ისევ თქვენთვის იქნება ცუდი. ამიტომ ეს მებრძოლიო შენში ეს ჩახუტებული უნდა ყავდეს, შენი მებრძოლი უნდა იყოს და ეგ არის ზუსტად აი ეს ჩაკრა, იოგურათაც და ფსიქოლოგიურათაც რომ მიუდგეთ, ეგრე არის, რომ საბოლოო ჯამში ეს არის ის ადგილი ეს solar plexus chakra, რომელიც თუ დაბალანსებულია, კიდევ ერთხელ ანუ არ ვილაპარაკოთ იმაზე რა, აი ჩაკრების გახსნა და რაღაც ესეთი, აი გახსნა არა, ანუ იქ მოძრაობს, სადღაც რაღაც ჩაიკეტა, სადღაც რაღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ ის აუცილებლად საბოლოო ჯამში იმოძრავებს ამ ცხოვრებაში თუ არა, შემდეგში ის ენერგიები საბოლოო ჯამში შენ მოვალეობა რა არის, გამტარი უნდა იყოს, ხო, რაღაც ენერგიების და დამკვირვებელი იყო, ამას გეუბნება იოგა. ეხლა ნუ რახანა ცეცხლის ელემენტზე ვლაპარაკობ, ცეცხლი ფსიქოლოგიურად თქვენთვის არის აი ეს რაც მართლა გაძლევს აი drive-ს რა, რომ გინდება რაღაც კეთება მართლა და мотиваცია და აი ეს გამბედაობა და ასე შემდეგ. ამიტომ აი ხანდახან თუ კი არ გძნობ თავს გამბედაობა, რაღაც უჩინარად გძნობ თითქოს თავს აი არამნიშვნელოვნად და რაღაც ხო? აი მაშინ ეს ნიშნავს რომ სადღაც დასაბალანსებელი არის ეს ჩაკრა და გასახსნელია და ეს შენში შენი მებრძოლი, რომელსაც არ მოусმინე და რომელიც რაღაცას გეუბნებოდა, მაგრამ შენ უფრო თავაზიანად ჩუმად შენთვის არჩიე რაღაც ყოფნა რაღაცაზე რეაქცია არ გაქვს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აი ყველაფერი მე საბოლოო ჯამში მოქმედებს და მოქმედებს ისევ და ისევ შენზე ცუდად და ამიტომ გამოსაშვები არის ეგ ემოციები და გასახსნელი არის. ეხლა როცა თვითონ ამ solar plexus-ზე ვლაპარაკობთ, ანუ ამ მესამე ჩაკრაზე. მან და ანუ მზის წნულის ჩაკრას ეძახიან, ხო? და ცეცხლი მაგიტომ არის. ანუ მან და რახან მანდიდან მოდის ძალიან ბევრი რაღაც შენი ბედნიერება, ჯოი, აი რასაც ეძახიან, აი რომ თითქოს აი აქ რო გრძნობ რაღაც თითქოს butterflies were flying or რაღაცა აი შეგიღიტინებს, ხო? აი ეს გრძნობა მან და მანდედან წამოსულთან ეს არის უბრალოდ აი ცეცხლის მესამე ჩვენი ჩაკრის თემა და მან ეგეთი რაღაცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი არსებობს ძალიან კარგი სუნთქვითი ვარჯიშები. გასააქტიურებლად ამ მესამე ჩაკრის და ზოგადად ანუ ძალიან კარგი ვარჯიშები დიაფრაგმის ჩართულობით, ისე რომ გააქტიუროთ, უფრო გააცოცხლოთ ეს თქვენი თავი. ახლა ერთ ვარჯიშს აბალა ფათიხია, ახლა მოგიყვებით. ძალიან მარტივი რაღაცა არის, ანუ გამართულად ზიხარ. პირველ რიგში იოგაში ანუ ნებისმიერ სუნთქვითი ვარჯიშის დროს, გნებავთ დაწვრილი გააკეთეთ თუ და სხვადასხვა პოზიციაში ჩდომით და ასე შემდეგ. თავარი არის რომ ხერხემალი გქონდეთ სწორად და აი ეს გაშლილი ხერხემალი იყოს, ანუ არ მიეყუდოთ არაფერს დიდად და ასე შემდეგ. ანუ ჯობია რომ აბსოლუტურად თქვენთვის იყო. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ჯდომარი ამ წორარის მდგომარეობაში გადაჯვარედინებული ფეხებით უკეთესად გამოდის, მაგრამ ესეც შეგიძლიათ ჩვეულებრივად გააკეთოთ. ანუ ზიხართ ნახეთ რა შვებით. ფაქტიურად მთელი ეს კაბალაფატის სუნთქვის პრინციპი არის შემდეგი, რომ რამდენიმე ჩვეულებრივი ღრმა შესუნთქვის შემდეგ შენ ნახევრად შეისუნთქავ და მე აკეთებ მუცლის პრესით, ანუ ამ დიაფრაგმის კუნთებით ღრმა გამოსუნთქებს. აი ნახეთ როგორ ჟღერს.
აი ასეთნაირად თქვენ ტემპში რა ტემპით თქვენთვის იქნება ასე ვთქვათ მისაღები მე ისე რომ მას შეესუნთქვა ამოსუნთქვა და აი ამ ვარჯიშებით ანუ ამ შეესუნთქვა შემდეგ კიდევ ერთხელ ნუ შეიძლება ისე პაუზების გაკეთებაც მაგრამ ჩვეულებრივად ან კაბალოხატი არის რომ შევისუნთქეთ ამოვისუნთქეთ შევისუნთქეთ ნახევრად და მე გავაკეთეთ ეს გამოსუნთქვითი ვარჯიშები აქ ხელს უბრალოდ იმიტომ ვადებ რომ დაინახოთ რომ მოძრაობს რეალურად ქვედა მხარე ეს დიაფრაგმა მუცლით სუნთქვა და მუცლის ძლიერი შესუნთქვით ამოვისუნთქავთ ხოლმე და ამას ვამბობ რომ ამოსუნთქვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც სუნთქვის დროს აი ჩვენ სულ ყურადღებას შესუნთქვაზე ვაკეთებთ მაგრამ ამოსუნთქვა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ბოლომდე როცა ამოვისუნთქავ შემდეგ აჩენ შენ ადგილს რეალურად რომ იქ შემოვიდეს რაღაც ახალი და ახალი სუნთქვა და უფრო მეტი ჟანგბადი და უფრო მეტი სიცოცხლის ენერგია ბუნებრივია. ანუ სუნთქვი ძალიან ბევრი რაღაც შეგიძლიათ ეს კაბალოფატია ანუ ცეცხლის სუნთქვა არის რეალურად ხო? პირველ რიგში ხო ჩაგირთავთ ძალიან კარგად აქ პრესის კუნთებს და ესე ზარმაცების პრესის ვარჯიშსაც შეიძლება ჩათვალოთ რა. სუნთქვებით ბევრი რაღაცების მიღწევა შეგიძლიათ, მათ შორის ძალიან კარგად აი ზუსტად აი მუცლის კუნთების განვითარება და მე ხელს უწყობს ეს ძალიან ბევრი რაღაცას მათ შორის ანუ თეძოებთან კუნთებს განშიშ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ კაბალოფატის შემდეგი ვერსიაც აქვს ბასტრიკა. ბასტრიკა არის, როდესაც შენ ანუ ამოსუნთქვას და შემდეგ შესუნთქვას ორივეს, ანუ ატან ძალას აი ამ მუცლის კუნთებს. ანუ უბრალოდ კაბალოფატის დროს ხო ეს არის? და ბასტრიკას დროს ამატებთ შესუნთქვა, გამოსუნთქვას ორივეს ძლიერად, ანუ და ცდილობ ამას ეს ამის გაკეთებას რაღაც პერიოდით 15-20 წამი 30 წამი რამდენიც თქვენთვის იქნება უფრო თავიდან ანუ რომ მიაჩიოთ ნელ-ნელა ორგანიზმის საოცარი სუნთქვა არის ძალიან ენერგიაზე მოგიყვანთ და ძალიან გამოგადგებათ ზუსტად აი ამ ჩაკრის დასაბალანსებლად აწმად შორის ხო რა კიდე რა შეიძლება აქ ამ ჩაკრაზე ვილაპარაკო გარდა იმისა რომ ფსიქოლოგიურად კიდევ ერთხელ ვიძახი, აი ნახეთ თუ ეს ჩაკრა არის underactive, თითქოს უჩინარად გრძნობს ადამიანი თავს, ან თითქოს აი არავისთვის ის მნიშვნელოვანი არ არის ასე გრძნობს თავს, არაფასებს თავის თავს და ასე შემდეგ. თუ overactive არის, იქ დომინაცია ერთვება ძალიან და ზედმეტად ან ქედმაღლურობა ერთვება, შეიძლება აგრესია ერთვებოდეს და ასე შემდეგ. ანუ აი და არც ერთი ის კი არა რომ ზედმეტად გავატაროთ რაღაც ენერგია, აი ამ ენერგიების დაბალანსებაა ზუსტად რომ არც ერთ უკიდურესობაში არ ჩავარდეთ ფსიქოლოგიურად. დამტვრას ლაპარაკობთ ყველაფერი კიდევ ერთხელ ფსიქოლოგია და ეს არ არის რაღაცა ვუდუ, რომელზეც ისინი რა ქვია, რაღაც არა მკითხაობა მოკლედ არის რაღაცა რაც გამოიყენება პირდაპირ სხვადასხვა ფორმით, მაგალითად არსებობს ეგეთი mindfulness based stress reduction თერაპია, ანუ ან ფაქტიურად აი ყურადღებაზე დაფუძნებული სტრესის შემცირების თერაპია არის, შეიძლება ესე გადავთარგმნოთ და მთელი იდეა მანდაც რა არის, რომ ანუ აი შენ იქ ხარ, სადაც შენი ყურადღება არის და შენ თუ ყურადღებას ბოლომდე არაფერს არ ახმარ და მუდმივად რაღაც multitasking-ში და ბევრ რაღაცების გადართვა გადმურთვაში და ასე შემდეგ, შენ ფანტავ უძვირფასეს წამებს, რომლებიც შენ შეგეძლო შეგეგრძნო და შეგეძლო რაღაც სხვანაირად, ასე ვთქვათ, თუნდაც გაგხარებოდა რაღაცა ის სიურპრიზები ცხოვრების, რომელიც შენ წინ არის. ხო, ანუ აი არც გადამეტება და არც ის ანუ რეალურად მართლა ამის დაბალანსებაზე ყოლს, ანუ ყველა ჩაკრის ბალანსზე გვაქვს ლაპარაკი, ზევით მოყოლებული ვაყობით, მე მაგალითად ვილაპარაკებ შემდეგ ლაივებში, ალბათ ეგ უკვე ეს არის, რა ქვია. ცოტა უფრო მე ავდივართ heart chakras-თან, გულთან, შემდეგ ყელის და ასე შემდეგ. იოგაში შეხოთაშორის არსებობს ესეთი რაღაც 8 limbs of yoga ქვია. რაღაცა 8 საწყის საფუძველი, რაზეც დგას იოგა და. იქ არის ძალიან კარგი ჩამონათვალი ეს იოგებმა როდის კიდე ხო ბევრი ათასი წლის წინ მოფიქრებული და დაწერილი და გაკეთებული ისე რომ რეალურად ეგ რომელიმე რელიგიისთვის კი არ იყო ან რაღაც რელიგიური კი არ იყო იმისთვის იყო ეს იოგა თავიდან და ასე დაიწყო იოგა და ეს იყო იოგა რომ ადამიანს თავი ეგრძნო უკეთესად უფრო გაწელილად კი არა უფრო იმათ კი არა რაღაცა არ ვიცი მე სხვადასხვა ფორმით ფიზიკურად ძლიერად და ასე შემდეგ თუმცა ეგეც მნიშვნელოვანი არის მაგრამ მნიშვნელოვანი რეალურად იოგაში არის ის რომ შენ
სწორად წარმართო შენი ცნობიერება იქით კი რომ შენ ნელ-ნელა ცხოვრებაში აღმოაჩინო შენი თავი, რომელიც შენ დაბადებისას ბავშვობის არ იცი ჯერ ხარ და შენ ნელ-ნელა აღმოაჩენ, ხო? და მე რაღაცები ცხოვრებაში ხან გეხმარება რომ აღმოაჩინო, რაღაცები ძალიანაც არ გეხმარება რომ აღმოაჩინო და ვართ ამ იმაში. ეხლა ეითლიმზოვ იოგაში არის პრინციპები იამას და ნიამას, ანუ რა უნდა გააკეთო, რა არ გააკეთო და ძალიან ნახე, აი ძალიან სწორი პრინციპები არის რა, მაგალითად არის ერთ-ერთი პირველი პრინციპი ანუ არაძალადობას ზოგადად, ხო, non-violence. ეხლა non-violence არა მარტო ფიზიკური, არამედ მორალურად, ანუ რომ რაღაც არატკინო ადამიანს და ასე შემდეგ. აქვე არის truth სატია, მაგალითად, აი შენ ავთენტურობა და ნამდვილობა და რო არის ტყუები და რო არის ფსარმალავ, ეგ ითვლება ასევე ძალიან მნიშვნელოვან საწყისად იმის, რომ შენ იოგი იყო და იოგურად იცხოვრო და ასე შემდეგ. არის კიდე თვითდისციპლინა ტაპას და ასე შემდეგ. ანუ მთელი ეს ენერგიები ახლა მაგალითად რა ჩამოთვალე ეს არაძალადობა, სიმართლე და ასე შემდეგ ეს ზუსტად გადის ეს მესამე ჩაკრის თემაც არის, იმიტომ რომ აქ არის ეს fire, რომელიც გარდაქმნის რაღაც ენერგიას, ან დადებითად, ან ნახეთ, აი იოგაში ასეთი რაღაცა არის რა, ცეცხლი ხო ანადგურებს და perplows. აი იოგაში ასე არის, რომ აი ეს ღვთაებები, რომელიც თქვათ იყვნენ ავათარები და ასე შემდეგ, რომლებიც ანადგურებდნენ რაღაცას, ისინი ღმერთები არიან და ძალიანაც უყვართ და აღმერთებენ. რატომ? იმიტომ რომ განადგურების გარეშე არ მოდის, ანუ ისინი მოდიოდნენ რომ გაენადგურებინათ რაღაც ძველი. ამიტომ განადგურება და მშენებლობა, რაღაცის აღმშენებლობა მართლა ერთ-ერთი მოდიან და ყველა ეს ორი სხვადასხვა ენერგიები განადგურებისას და რაღაცის დაცვის და შემდეგ ახლის აღმოცენების ეს ყველაფერი არის მართლა ერთი. და ესე უნდა შევხედოთ ყველაფერს, რომ რაღაც საოცრად რაღაც კარგი აქვს და ერთმანეთის დამაბალანსებელია რეალურად და მიზეზი არის, რატომაც ხდება ის რაღაც ცუდი. აი ესეთნაირად რო შეხედავ სამყაროს, რომ რაღაც ძალიან ცუდად იმას კი არა და დაითვლი რამდენი საშინელი ამბავი გაიგე დღეს. იმიტომ რომ როგორც კი მაგის დათვლას დაიწყება, აუცილებლად კიდევ უფრო მეც და მეც გაიგებ ყოველ დღე. არამედ, როდესაც შენ მიდიხარ იქამდე, რომ ყოველ დღე შენთვის შეიძლება იყოს თავიდან ბოლომდე თავგადასავალი და აი მიენდობი მართლა გულს და აკეთებ რაღაცებს, რაც შენ გულით გინდება. ნუ მაგის ჩაკრა, მაგის გახსნები შემდგომ ხდება ასე heart chakra-ზე და მე throat chakra-ზე ვილაპარაკებ. საინტერესო თემები არის ნამდვილად. კიდევ რა არის ამ ეითლიმზოვ იოგაში ამ პრინციპებში, ხო? იოგის ნუ აქ პირველად არის მე ნახსენები ასანა და პრანაიამა. ასანა არის ვარჯიშები, კიდევ ერთხელ ჩვენ იოგას ვეძახით და იოგის ვარჯიშები არის ასანები. ეგ არის ხოლმე ეს ერთი ნაწილი ამ შემთხვევაში და პრანაიამა არის სუნთქვები. ყველაფერი, ანუ პრანა არის სიცოცხლის ძალა და ეს სიცოცხლის ძალის მანიპულაცია რეალურად იოგებისთვის სუნთქვა და ამიტომ თუ თქვენ სუნთქვას დაამუღამებთ ცხოვრებას, ასე გამოდის. იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ასე არის, შენ ცეცხლი როცა ხდება რაღაც გზაზე, იმას აქრობ რეალურად რითი სუნთქვით თურმე. აი სუნთქვით, რაც არ უნდა პარადოქსული არ უნდა იყოს, შენ შეგიძლია რაღაცეები, რაც ხდება გარეთ, მიიღოს სულ სხვანაირად და გქონდეს არა ავტომატური რეფლექსია, რეაქცია, არამედ გააზრებული დაკვირვება იმ რაღაცაზე, რაც მოხდა. გარკვეული მიზეზების მერე გაგება შეიძლება, რატომ მოხდა. რაღაცის გათვალისწინება და სწავლა. მიღება ამის, რომ ეს რაღაცისთვის იყო, სავარაუდოდ, რომ შენ ან რაღაც გაგეგო, ან რაღაც გესწავლა, სხვა რაღაც არ მომხდარიყო, ან ასე შემდეგ. ამიტომ სუნთქვა მართლა უმნიშვნელოვანესი თემა არის, სუნთქვითი ვარჯიშები ცალკე აღებული, საოცარ თავისუფლების შეგრძნებას მოგცემთ, თუ კი თქვენ მისცემთ საშუალებას, რომ ის ფიქრები წამოვიდეს, ისინი ფიქრები ნელ-ნელა გაიწმინდება და ის ფიქრები არ ხართ თქვენ კიდევ ერთხელ, თქვენ ხართ ის, ვინც უფრო დაკვირდება რა ენერგიები და რა ემოციები გადის ამ შემთხვევაში ერთმანეთში, ასე რომ სადეთ და ბევრი სუნთქვითი ვარჯიში და მედიტაცია არასდროს არ არის ბევრი. ასე რომ გააკეთეთ როგორც კი თავისუფალი დრო გექნებათ და სოციალური ქსელებით და ასე შემდეგ აი ბევრი რაღაცას ამასაც საუბრობ ხოლმე ჩვენი ყურადღება რომ მიდის ასეთ რაღაცებზე, ხო? კარგია კი შეიძლება ბევრი რაღაცებს ვიგებთ ახალს, მაგრამ უკვე ძალიან ზედმეტად ბევრსაც ვიგებთ. ზედმეტად ბევრია. სულ მომხმარებლები ვხდებით და რაღაცა ის ვართ, აი ჩვეულებრივი დამოკიდებულები ვართ, ან ნარკომანები ვართ, შემჯდარები სოციალურ მედიით რაღაცის მიღებას. ემანდრამე არ გამოვა. არ იქა ეხა ეს ის არ მოხდეს, ის ვიღაცის არ რა რისთვის? ანუ მივდებთ რაღაცას და ამ დროს ჩვენ არსად არ მივდივართ. ერთი და იგივე ლუპში ვართ, ვაკვირდებით რაღაცას მივდებთ.
და ის რაღაცა სამწუხაროდ მე კიდევ უფრო ნეგატიურ ხასიათს იღებს, იმიტომ რომ როგორც წესი, კიდევ ერთხელ ვიძახი negativity bias twin-ში თავისაშურება და ნელ-ნელა ჩვენს გარშემო სამყარო ხდება ფერები იკარგება, ფერების აღქმა იკარგება და ხდება ძალიან შავი და თეთრი. და მე ძალიან ბევრი მოკლედ იმედგაცრუება და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ისევ მე ფსიქოლოგებთან ვიზიტები და თავის თავზე მუშაობა და მხოლოდ ეს შველის ამას. სამყარო გარეთ იცვლება, მაგრამ სამყარო გარეთ იცვლება, თუ კი თავში იცვლება რაღაცეები და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი დასაფიქსირებელი არის ნამდვილად ჩვენ თავებში რაღაც ეტაპზე მიდის ადამიანი აქამდე და ხვდება, რომ სიმართლე და ავთენტურობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და ეგ განიჭებს მართლას იმშვიდეს და აი მასაც ბედნიერებას ვეძახით, ხო? ნუ ამ ეითლიმსო იოგაში ბევრი რაღაც არის, მედიტაციაზე სწორედ ამ შეგრძნებების შიგნით ანუ საკუთარ თავში შეგრძნებაზე და ასე შემდეგ. ამაზე მე მგონი ახლა აღარ ვილაპარაკებ ბევრს. ზოგადად ჩვენ ვსაუბრობთ სტრესის შემცირების და სხვადასხვა თერაპიებზე და ასე შემდეგ და ამაში გამოყენებას იოგური ბევრი მეთოდის და ფსიქოლოგიურად ხო ადამიანებისთვის უბრალოდ რაღაც დადებითი პოზიტიური ტალღის მარტივად გადაცემის საშუალების სწავლებას, როდესაც ფიქრობთ, ხო? მათ ნახეთ როგორი რაღაცა არის. აი რეალურად ვცდილობთ იმას, რის დავიწყეროთ ეს ლაივი მაგაზე ვიტყვი ისე ბოლოსკენაც, რომ ანუ ის ჩვენში ყველაში არის, ანუ არავინ არ არის ვიღაც ძალიან განათლებულ რაღაც საოცარი სიძლიერე, ვიღაც ეგრე არ არის. აი პირველი სტერეოტიპი უნდა დაარღვიოთ რა, რომ თქვენ თავში ვინც არ უნდა იყოთ აბსოლუტურად, როგორ მორალურ სადღაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თქვენს თავში არის მებრძოლი მეომარი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ნამდვილად გულში, ძალიან კარგად იცის სიმართლე და ავთენტურობა, სადღაც იმას თუ მიეცემა ნამდვილად გასაქანი, მაშინ ეს ვორიორი გახდება თქვენი მებრძოლი, რომ მაქსიმალურად შეეცადოთ და თქვენს გარშემო ყველაფერს რაც ხდება, ზუსტად აი თქვენი ამ სიმართლით და ავთენტურობით შეებრძოლოთ. მაგრამ ბრძოლაც აღარ გჭირდება. მე ნახე შენ რომ ავთენტური ხდები, თითქოს აი შენს გარშემო, აი შენი მეომარი ალაგებს სამყაროს ისე, რომ რაღაცები ხდება შენ და სასიკეთოდ. ყველაფერი იმ წამს შეიძლება ვერ მივხვდე, უბრალოდ რომ შენ და სასიკეთოდ იყო. საინტერესო რაღაცებია ნამდვილად. ეს warriors-ზე რომ საუბრობდი ამ მებრძოლზე, ეს იუნგის არქეტიპია და იქიდან არის ამ შემთხვევაში აღებული. საბოლოო ჯამში, ანუ კიდევ ერთხელ, უბრალოდ ისევ როგორ ამ ჩაკრაზე, ისევ როგორც სხვა თემებზეც და სხვა ჩაკრებზეც რაც ვილაპარაკეთ, თავარი თემა არის დაბალანსება. ანუ აი ამ დაბალანსებას კიდევ მხოლოდ მაშინ შევძლებთ თუ რაღაცების ჩაკეტვა შიგნით არ მოხდება. ბევრი სუნთქვითი ვარჯიში იქნება, ბევრი ღიმილი იქნება და სოფლიოში სადაც რეალურად ყველას ვაშინებთ და მთელი ცხოვრება გახდა ის რომ უნდა შეგვაშინონ ჩვენ და რაც უფრო მეტი რაღაც საშუალება მოვიგონოთ რომ ერთმანეთს დავკავშირებოდით, თურმე მოვიგონეთ მით უფრო მეტი საშინელება როგორ ვუთხრათ ერთმანეთს, როგორ შევაშინოთ ერთმანეთი, მოვიგონეთ როგორ ბუები გავხდით ერთმანეთისთვის რა, ვაშინებთ ერთმანეთს. შენ იცი იმაში რა მოხდა, შენ იცი იმაში რა იყო, შენ იცი რომ აი ეს ჭამა აღარ შეიძლება, შენ იცი რომ ეს საშინელება მოუწყეთ საკუთარ თავსაც და სადღაც ნებისმიერი გაგონილი ისტორია თუ ასე შემდეგ და 8 მილიარდი გავხდით თან და ჩემ ცხოვრების განმავლობაში გაორმაგდა მოსახლეობა სოფლიოში, მე რომ დავიბადე იყო 4 მილიარდი 1979 წელს, ახლა არის 8 და ეხლა 8 მილიარდი აბსოლუტურად განსხვავებულად რო აღიყო სამყაროს და ძალიან განსხვავებული ადამიანისთვის, შენ გინდა რაღაცა საერთო იმებს არა, ეგრე არ გამოდის. ან სწორედ იმის მიღებაა თავარი, რომ ეს ძალიან განსხვავებულები იქნებიან და არ არის საჭირო უყვარდეს იმ ჯგუფს ეს ჯგუფი, ამ ჯგუფს ეს ჯგუფი და აი, როდესაც მაგას მორჩებით და ჩვენ ისინი და ვინ ჩვენსკენ არა ის ეს და მიხვდებით რომ ჩვენ სხვადასხვა რაღაცები გვაერთიანებს ადამიანებს და სხვადასხვა წრეებში ვიქნებით და აი ეს თავისუფლება გვინდა რომ გქონდეს. და აი თუ კი ეს თავისუფლება გვინდა რომ გქონდეს და თუ კი გვინდა რომ ჩვენ როგორც ინდივიდები ვიყოთ, მაშინ უნდა მოვიხსნათ ის ნიღბები, რომელიც არის ეგოს იდენტობის ნიღბები და ეგოს იდენტობის ნიღბებს რომ მოვიხსნით, ჩვენ ეს კი არ ვართ, ის კი არ ვართ, რაღაც კონკრეტული სტერეოტიპულად რაღაც შაბლონური რაღაც ეს კი არ ვართ და ამიტომ მე რაღაცები უნდა მოვაკეთო. არა, მე უბრალოდ ვარ ადამიანი და ეს ადამიანი ცდილობს რომ ცხოვრებაში გააკეთოს რაღაცები, თუნდაც აი ამ იოგის 8 limbs რა პრინციპით, თუნდაც რაღაც იმ პრინციპით, რომ უბრალოდ იყოს ავთენტური, ნამდვილი.
და აქედან მოყოლებული გააკეთოს, აწყოს მე გარშემო როგორ შეძლებს ის რაც სიკეთის მოტანა სამყაროსთვისაც და როგორ შეძლებს ის რომ მიიღოს აი ამ გამოცდილებით, რასაც ქვია ცხოვრებათა სიამოვნება, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებმა დავივიწყეთ, რომ სიამოვნების მიღება არის ფანტასტიკური რამ, რომელიც ჩვენ მოგცა ამ სამყარომ ის საშუალება და ძალიან ხშირად სიამოვნებას მასშტაბით ხოლმე რა ქვია. რაღაც თითქოს ეს სიამოვნებას რო ვიღავთ, მე რაღაც თითქოს განვიცდით რაღაცა არ ვიცი მე სირცხვილის გზნობას და ასე შემდეგ. თითქოს ახლა აი ბევრი უნდა იმუშაო მე რაღაც ისე ის დაიფსახო. არა. ბედნიერების და სიამოვნების უფლება ყველას გვაქვს და ეს არის ჩვენი ძალიან კარგი გამოცდილების ნაწილი ამ სამყაროში, ამიტომ სადაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა აკეთებდეთ, დიდი პატარა სამსახურის და ასე თქვა პროფესიის და ის მიუხედავად განათლების, ეგ რო არ დაივიწყოთ ბავშვობა და გქონდეთ რეალურად იმისი ბედნიერება, რომ ეს რაც საკუთარ თავი პირველ რიგში და არავინმე სხვა საკუთარი თავი ასიამოვნოთ, იქნება ძალიან კარგი ფსიქოლოგიური თვისება, რომელსაც განავითარებთ თქვენში და მე თქვენი მაგაზე ძალიან დიდ მადლობას გეტყვით. ძალიან დიდი მადლობა ვიც მისმენდით და კიდევ რაღაც ლაივებს გავაკეთებ შემდეგ ჩაკრებზე და სხვა იდეებზეც.